იაგო ხუჩია მყავს დღეს სტუმრად, დიდი მადლობა იაგო რომ ხარ ჩემი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. მოდი რა დღეს იცი როგორ გავაკეთოთ, რომ რაღაც უფრო გასაგებია შენი ესე ვთქვათ, ყველა პოლიტიკოსის პრინციპში პოლიტიკური ესე ვთქვათ ინტერესი, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკას და პოლიტიკურ პარტიას კიდე თავისი ინტერესები აქვს, რომ მოიზიდოს ესე ვთქვათ ამორჩეველი, მაგრამ ამას რაღაცნაირად მინდა უფრო დავშორდეთ დღევანდელ გადაცემაში და უფრო ადამიანურ ფაქტორებზე ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ შენი ადამიანური ფაქტორებით ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, არამხოლოდ პოლიტიკური ფაქტორები რა და უფრო კარგად მინდა რომ გაგიცნოს საზოგადოება მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა შეიძლება ბევრ რაღაცაში გეთანხმებოდი კიდევაც შენი ცხოვრების განმავლობაში იყოს ისეთი ფრაზები წამოსროლილი სადაც არ გეთანხმები დაუშვათ, მაგრამ შენც მგონია რომ ამ ეტაპზე სხვანაირად ილაპარაკებდი იმ ყოფილ რაღაცებზე რაც დაუშვათ გაკეთებული გაქვს პოლიტიკაში, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში და მგონია რომ მაინც ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანი ხარ და ამიტომ მინდა რომ შენთან ესეთი შინაურული ლაპარაკი მქონდეს, შინაურული დიალოგი მქონდეს და უფრო ადამიანურად გაგიცნოს მოსახლეობამ რა. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმითი რომ პირდაპირ კითხო რა, აი აქსიომები. სამი აქსიომა არის ოპოზიციაში, ხო? ეხლა ოპოზიციაში დავარქმევ ამას ოპოზიციას. ახლა რა თქმა უნდა, პირველი მე და კოკო გამსახურდია ვილაპარაკეთ იმ დღეს ამ აქსიომებზე რა. პირველი აქსიომა არის, რომ არჩევნები გაყალბდა და ყალბდება მთლიანობაში ოფშად ჩვენ ქვეყანაში. მეორე აქსიომა არის, რომ რუსეთისკენ გვაქვს გეზი აღებული და მესამე აქსიომა არის, რომ ევროპის გზას გადაუხვიეთ, ესე ვთქვათ, აი ამ ნარატივს ადვითარებენ ესენი და უნდათ რომ აი ამაში შეიყვანოთ. ჩემი აზრით, ჩემ აზრს მოგახსენებ, სამივე აქსიომა ტყუილია, არაფერზე არ დგას, არანაირ ფაქტებზე არ დგას ეს აქსიომები და შენ როგორ ფიქრობ, ეს სწორი ერთ-ერთი მაინც მათგანი სწორი არის, რომ დაუშვათ არჩევნები ზოგადად ყალბდება ამ ქვეყანაში? მეგონი კიდე არას ამბავი არ არის, რაღაცნაირად შენ უნდა ხალხს გავაგებინოთ, რას გულისხმობთ თითოეულ ტერმინში, სიტყვა გაყალბებაში რა იგულისხმება, ეს უნდა გავაგებინოთ და მე უნდა გავაგებინოთ რა არის რუსეთი, რა არის ევროპა, როცა განსაზღვროთ სად მივდიოდით და სად მივდივართ. მე ვიცდები რომ აქედან დავიწყო ეს გარჩევა. პირველი ნაწილი, რასაც თქვენ საუბრობთ, არჩევნები გაყალბდა. ამას ოპოზიცია როგორც განმარტავს და რაცაც ამაში გულისხმობს, მე მას არასდროს არ ვეთანხმებოდი. ოპოზიცია გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 300,000 ბიულეტინი სადღაც ჩაყარეს ქოცებმა. და შესაბამისად არჩევნების გაყალბების არგუმენტაცია იყო, რომ 300,000 ბიულეტინი ხოცებს რომ არ ჩაეყარათ, ჩვენ მოვიგებდით არჩევნებს. არა მარტო მაგას, გაჟონვასაც გულისხმობენ და ყველაფერს. გაჟონვას არ გულისხმობენ, როცა ისინი ამბობენ. გაჟონვას მე ვგულისხმობდი ამ რაღაცაში. როდესაც ვამბობდი, რომ ხალხო ბიულეტინი რო გაჟონა, ამის დამტკიცება მარტივი ამბავია, ეს იმ ხალხმა ყველა მიცის, ვინც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობდა. და მოდი მივაწვეთ იმას, რომ გაჟონვა ასევე არის კანონის არსებითი დარღვევა, ეს როგორც გაყალბება არის არსებითი დარღვევა, ისევე არის კანონის არსებითი დარღვევა გაჟონვა და არსებითი დარღვევის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან უნდა ჩატარდეს. მე არ ვიცი რის გამო და მგონია რომ ამაში ქოცების ხელიურევია. უცბად ოპოზიციური ნარატივი გახდა 300,000 ბიულეტინის ჩაყრა, გაყალბება და არა ის რაც ყველასთვის ფაქტი იყო და რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფდა რომ მართლა გაჟონა ბიულეტინმა. შესაბამისად ჩვენი და ოპოზიციის შეხედულებები აცდა მაშინვე ერთმანეთს, როდესაც არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნის სხვადასხვა არგუმენტაცია გქონდა. ჩემი არგუმენტაცია იყო წმინდა წყლის სამართლებრივი. აი, აქ არ ყოფილა არაფერი ჩემგან ემოციური. რა არგუმენტაცია? რომ გაჟონა? რო გაჟონა. რო გაჟონა ის სად არის?
არა, ნუ რავი, ფაქტი თუ როგაჟონა ისა, მე საყოველთაო თავი. და ვთქვათ, რომ აი მე რო გითხრათ, რომ წვიმს ზოგადად და თქვენ რო თქვათ, რომ წამოდით გარეთ ნახოთ, აი რა კაი ამინდია როგორ წვიმს. ზოგადად წვიმს. არა, ერთი წამით, ფაქტი თუ არ არის, ეხა ესე გაჟონა შეიძლება იძახოს. არა, ამ ფაქტზე არავინ არ უარყოფს. ეს ის ფაქტია, რომელსაც საჯარო სივრცეში არავინ არ უარყოფს. ვინ არ უარყოფს? მე უარყოფ აგერ. ნუ შევა თქვენ არ გაჟონა. თქვენ მაგიულეთ რომ შემარგა თქვენ შეიძლება ხილად ქენით, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამ საზოგადოებას რამდენი ბიულეტეს უნდა გააჟონა გამაგებიდი და აი ეს არ დაფიქსირებულიყო რომ მასობრივად ბიულეტები ეს დაფიქსირდა ამაში მასობრივად რო ჟონავდა ბიულეტები გეტყვი ახლა კაცო დაფიქსირდა ყველა სანამკვირვებლო ორგანიზაციამ თქვა რომ ბიულეტინის რაღაცა არსებითმა პროცენტმა აი ძალიან არსებითმა ხა ზუსტად არ მინდა რომ ამე დავასახელო და შემიშალოს მაგრამ არსებითი პროცენტი იყო გაჟონილი და საზოგადოებას გაუჩნდა განცდა რომ მათი არჩევანი არ იყო ფარული ანუ საყოველთაო ფარული არჩევანები ეხაც გაჟონა არა ახლა ამაზე ჩვენ ხო ძველზე ვლაპარაკობთ არა იგივეა ეს არჩევნებს არ ყოფილა კაცო მოდი ეს შევხედოთ ეს რაღაც სხვა იყო სხვა რაღაცა ეს გაფუჭდა როგორც არჩევნები და სხვა რაღაცის გამო არ იყო არჩევნები რატო ის მილიონნახევარი კაცი ტყილა გამოვიდა ქუჩაში ნუ აი ტყილა ქუჩაში არ გამოსულა ქუჩაში კი არა არჩევნებთან ტყილა ნუ აი როგორ გითხრათ წარმოიდგინეთ იმის რა ქვია 4 პარტიამ ოპოზიციის მხრიდან გაიმარჯვა წინა არჩევნებში ხო უბრალოდ მათ ეს გამარჯვება არ აღიარეს საკუთარი გამარჯვება მათ შორის და აქედან ორმა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ორმა მიიღო, ნახევარი ლიდერები ციხეში იყვნენ, ნახევარი მეორესა ვინც გარეთ იყო, იმას აგინებდა და კიდე ნახევარი გეგმავდა რევოლუციას 4-ში არჩევნების დღეს. და არჩევნებზე მივიდა, რა ვიცი, როგორ გითხრა, ოპოზიციის ამორჩევლების ძალიან მცირე ნაწილი. ქართულ მოცემამ შეძლო ისევ არჩევნების მანქანის ამუშავება და ხალხის არჩევნებს მიყვანა. მაგრამ ისო ჩვენ რაზე ვკამათობთ, რომ გაჟონა, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ეს გაჟონვა რამდენად არსებითია იმისთვის, რომ არჩევნები ჩაშლად გამოაცხადა და თავიდან ჩაატარო, მაგრამ რო გაჟონა მეგონი მაგასთან დაკავშირებით საკამათო არა მაგაზე ხოცებით არ კამათობენ. ერთი წავით მოვისმენთ. მე გამოასწორე, რატო გამოასწორე თუ კარგად იყო. მე რატო ვიძახი ამ ყველაფერს რა? დავუშვათ გაჟოდა. დაუშვათ გაჟოდა. მე არ მჯერა რა მაგისი რომ ეხა მასიურად ესე გაჟოდა, მაგრამ დავუშვათ გაჟოდა. ერთი წავით მოვისმინე რა. იგივე რაოდენობა ხალხის მივიდა ამ არჩევნებზე კოცების ამორჩეველი და მიცა 1,200,000-მა კაცმა. რაც წინა არჩევნებზე დაფიქსირდა. მოდი გავმიჯნოთ ეს ორი არჩევნები. არ გავმიჯნა, იმიტომ რომ ისევ ის ხალხი მივიდა. ესე იგი ის ხალხი რომ მივიდა არჩევნებზე, ის ხალხი არაფერს არ წარმოადგენს, კარჩე. მივიდა ხალხი დააფიქსირა იგივე შედეგი რაც წინა არჩევნებზე, რომელზეც იზახია რომ გაყალბდაო და რანაირად ერთი და იგივე ხალხი მივიდა მაშინაც და მივიდა ეხაც კოცების ამორჩეველზე ლაპარაკი. იქ ოპოზიციის ამორჩეველი რამდენი მივიდა, როგორ მივიდა, მაგას ხო არ გელაპარაკები. ერთი და იგივე ციფრი ჯდება ორივე არჩევნებზე. ამას გელაპარაკები და ეს არ უნდა ამას დანახვა ხო უნდა? დავანებოთ თავი გაჟონა, არ გაჟონა, დავანებოთ მაგაზე მე ხوار დამეწყიერეს. არა, იმიტომ რომ იგივე აი ხაც ხო არ გაჟონა, იგივე ხალხი მივიდა რა. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, რამდენმა ადამიანმა შეიკავა თავი არჩევნებზე მისასვლელად, მაშინ როდესაც არ უნდა და მისი არჩევანი საჯარო ყოფილიყო. ჩვენ თუ კონსტიტუციაში გვიწერია რომ არჩევნებს ვატარებთ საყოველთაო და ფარულად, საყოველთაო საჯაროდ რატო ვაკეთებთ ამას და როგორ შეიძლება ეს არსებითი დარღვევა არ იყოს? საჯაროობის დარღვევა. რა სფეროა სამართლის, სადაც საჯაროობის დარღვევა ზოგადად არსებითი არ არის? ასეთი რა სფეროა სამართალში? ასეთი სფერო არ არსებობს. საჯაროობა ან ერთის მხრივ, ან მეორეს მხრივ, ან ასე, ან ისე, თუმცა ირღვევა, ის არსებითია და მე უბრალოდ მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ოპოზიციური ნარატივი აქეთ არ წასულა. ოპოზიციურმა ნარატივმა თქვა, რომ არჩევნები გაყალბდაო და არა ის, რომ დაირღვა ერთ-ერთი არსებითი პროცედურა, რომელსაც შედეგი იგივე აქვს, რაც გაყალბებას, არჩევნები ოღონდ შეიძლება სისხლის სამართლებრივი ნაწილი იყოს ცოტა განსხვავებული, იქაც ვიღაცა იქნება დამნაშავე, ოღონდ შეიძლება იყოს არა განზრახ დამნაშავე, არამედ დაუდევრობით ან გუგრილობით არ რაღაცით დამნაშავე, როდესაც არა მე ხო ამას ვხსნი, ამას ვცდილობ. არა, ტელევიზიაში ხო არ გაყალბდა. სიტყვით, ერთი სიტყვით ვითხარი, გაყალბდა თუ არ გაყალბდა. მე რატომ თქვენ არ გინდათ აღიარო რომ ქართული ოცნება იგებს. 12 წელი არჩევნებს პროფესიულად მევალებას აღიარება არ გინდათ. არა, ნახეთ, მე ხო არ ეს ჯერთი ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც აღიარა შედეგები. ხო, ძალიან კარგი, მაგრამ ახლა თქვენ რადგანაც მე მკითხეთ
და გინდათ რომ იმ ტერმინის ქვეშ რომელსაც თქვენ ამბობთ მე რასაც გულისხმობის დარღვევა შევიყვანო მე ეს არ მეპატიება პროფესიულად მე იურისტი ვარ ანუ დარღვევაა ეს და არა გაყალბება ხო და ოღონდ ეს დარღვევა შინაარსობრივად იწვევს იგივე შედეგებს და დაუმტკიცებელი დარღვევა რა ოფიციალურად დაუმტკიცებელი დარღვევაა ეგ რა დაუმტკიცე გააჩნია თქვენ მტკიცების რა სტანდარტს გთხოვთ მაგალითად ფაქტებს ფაქტი რა თელმა ქვეყანამ იცის რა ქვეყანამ იცის ეს არის ამე ბელეტრისტიკა რა თელმა ქვეყანამ იცის რა თელმა ქვეყანამ გეტყვით იურისტთა ასოციაციის კვლევარაც იყო მთავარდარღვევად ეს ეწერა და ერთადერთი კვლევა იყო NGO-ების მხრიდან იმ იურიდიული NGO-ების მხრიდან რომელიც ყველაზე რეპუტაციული იქნება და სამართლებრივად იყო დასაბუთებული და ის კვლევა არავის არ გაუპროტესტებია ეგრე არ იყო კოცებს არ უთქვამთ სამართლიან არჩევნებს ხოდა ამის შესახებ ოღონდ ნახეთ რაში იყო საქმე მთელი ეს ნარატივი იყო უფრო გაყალბებისკენ რასაც თქვენ ამბობთ ახლა რომ მეგინდათ ეს თქვა მე არასდროს არ მithქვას გაყალბდათ ხო მე ვთქვი რომ უბრალოდ საყოველთაო ფარული არჩევნები ჩავატარეთ საყოველთაოდ საჯაროდ ახლა თქვენ თუ გინდათ ამას გაყალბება და ვიღაც ადამიანი იქნება რომელიც იტყვის რომ ეს გაყალბების რაღაც სახეობა მე ხო არც იმას არ უვარდები პირში და არ ვეუბნები რომ თუ შენ ამას გულისხმობ რადგან ეს სახელი დაარქვი შენ თუ რაღაცას ანუ მეუბნები რომელიც ამას მოიაზრებს მე ყველაფერზე დავეთანხმები კაცო მაგრამ მე ბიულეტინის ჩაყრაში არ მინდა იმის ან დამტკიცებაში ან არა დამტკიცებაში მონაწილეობა მივიღო იმიტომ რომ მე არ ყოფილვარ ამ იდეის სულის ჩამდგმელი მე რასაც ვამბობდი ის რომ დაეჯერებია ოპოზიციას თქვენ ვერ იტყოდეთ იმას რომ ნახე ოპოზიცია რა იდიოტია ვერ ამტკიცებს გაყალბებას იმიტომ რომ გაყალბება კი არ იქნებოდა ბრალდება იქნებოდა ის რაც ყველასთვის ცნობილი და ცხადი იყო და შესაბამისად მე რომ მომცემოდა ფართო დისკუსიების საშუალება ამ ნაწილში და ოპოზიციური ნარატივი გაყალბებაზე არ წასულიყო საერთოდ სხვა სიტუაცია დადგებოდა დეტალებში არ შევდივართ მე მგონი არ შევიდეთ ჯობია ერთ კითხვაზე მიპასუხო რა 12 წელია ქართული ოცნება იგებს თუ არ იგებს არჩევნებს იგებს კაცო რა თქმა უნდა ო ეგ არის თავარი რა ეგ ყველაზე თავარი ამავალი წერტილი ეგ არის რა შენ ხა არა ესე არ არის თავარი ამავალი წერტილი როგორ რა იგებს და ეხა იგებს ან აგებ ნუ იგებს ნახე მე რომ მეთქვა გია მე რომ მეთქვა რომ არჩევნები გაყავდათ ხო მაინც ვიტყოდი რომ ოცნება იგებს მეთქი იმიტომ რომ ჩემთვის მოგება სიტყვა იმას კი არ ნიშნავს რომ მარტო არჩევნებს იგებს არამედ ნიშნავს იმას რომ ძალაუფლებას ინარჩუნებს ხო ეგ არის მოგება ხო ანუ თუ ეს არის მოგება მაშინ რატო კამათობთ არჩევნები გაყავდა თუ არ გაყავდა ქართული ოცნება რომ მოგებულია ამისთვის ესე იგი მოგებული არ არის და იტყუილით ინარჩუნებს ანუ აი როგორი აბა იგებს რას ნიშნავს გამაგებიდან იმას რომ იმის გამო რომ მისი მოწინააღმდეგეები სუსტები არიან პირობითად კაცო მაგას დავადებოთ თავი შეიძლება აბა კარგად ჩატარდა არჩევნები არა გაზონა არჩევნებზე ხალხი შეშინდა რომ მათი ფარული არჩევანი საჯარო იქნებოდა, ამიტომ მათი გადაწყვეტილება შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში არსებობს მაღალი ალბათობა, დასაბუთებული ალბათობა, რომ შეიძლება შეცვლილიყო და ეს ვარაუდით საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს. მაგრამ თქვენ თუ მკითხეთ რომ გაიმარჯვა თუ არა ქართულმა ოცნებამ, ასე ჩატარებული ამორჩევლის მიუხედავად, ასე ჩატარებული არჩევნების მიუხედავად მან მოახერხა საზოგადოებაში შეეტანა ისეთი დაბნეულობა, ყოლო და ისეთი ცრუ ლიდერები ოპოზიციაში, რომ ეს შედეგი მას გაუპრავდა. და გამოვიდა გამარჯვებული. რამე არის აქ ხო, კაი, გასაგებია, ერთი წავით მოვისმენთ. თავარი არის ის, რომ ამ ქვეყანაში კონკრეტული ძალა ამდენი ხნის განმავლობაში 100-ია თუ ისია თუ ოპოზიცია სუსტია თუ სხვა რაღაც იგებს არჩევნებს. ეს არის თავარი. იგებს ამ არჩევნებს. ეხლა თქვენ დაუშვათ ყველა მასე იცის თუ არ იცის და გაჟონა არ გაჟონა თუ იქ ვიღაცა მივიდა და ის გააყალბა და სხვა რაღაცეები ეგ არის უკვე ჩემი აზრით ფაქტი თუ არ არსებობს იგებს არჩევნებს ორი სიტყვისგან შედგება და ერთ სიტყვაში გეთანხმები იგებს მაგრამ არჩევნებს იგებს თუ სხვა რამეს იგებს ეს საკამათო თემაა არჩევნებს არ იგებს არა არჩევნები არ ჩატარებულა ისე იმ სტანდარტით რა ეხლა ხო ჩატარდა იგივე ხალხმა მისახმა 1200 კაცი რომ მივიდა იმ საარჩევნო ყუთებთან ეს არაფერი არის ხო ქართული ოცნება კარგად აორგანიზებს იმას რა ქვია ხალხის მიყვანას აწერტილიდან ბეწერტილამდე ხო მე რა ხო და ნუ ეს ეს აღარჩევნები იყო გეხოცები. ეხლა კაი, всё, კაი, ეს პირველი გასაგებია. უბრალოდ შეიძლება ეს ქართული ოცნება იცი რა სახერხებს, რომ ეს პრობლემა რომ ეს არჩევნები ისეთი იყო, როგორიც იყო, მას არ დაბრალდეს და აუცილებლად აღმოჩნდეს ვიღაცა, ვისაც ეს უფრო მეტად დაბრალდება, ვიდრე ქართული ოცნებას და იყო ახლა ესეთი ხალხი ციხეში ზიანაგერ თავიანთინები. რა უნდა დაბრალდეს ხალხი მიდის და ჩვეულებრივად ამ ელექტრონულ სიტუაციაში, სადაც არაფერი არ ყალბდება და თვითონ იძახდნენ, ხალხი აძლევს ხმას და იგებს მე-12 წელიწადია ამ არჩევნებს და კაი, ეს არის ჩემთვის, კაი. მეორეზე გადავიდეთ რა. რუსეთი. სიტყვა ეს არის ყველაზე რთული დისკუსია მე მგონი. რუსეთი.
მე გეტყვი ჩემ მოსაზრებას რუსეთს, სიტყვა რუსეთს. ხო. სიტყვა რუსეთი საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა სხვა რაღაცის სინონიმად. ანუ შეცუდო არის შერუსო. შენი დედავატირე შერუსო. ანუ ეს ჩამოყალიბდა რაღაც გინების ფორმად. და თუ გინდა რომ ვიღაცას მიაყენო პოლიტიკაში შეურაცხყოფა, შენ უნდა უთხრა რომ და არ გინდა რომ თან რაღაცა ისეთი რამე თქვა რომ ვიღაცამ გინებად ჩაგითვალოს, უზდელობად ჩაგითვალოს, უნდა უთხრა შერუსო. ხო, ეს თევსოფლიოში ეგრეა, ხო? თევსოფლიოში მეგონა ჩვენ ქართული ნოუ-ჰაუა, ეს თან ბოლო წლების ქართული ნოუ-ჰაუ როგორ არის ეგერ ტრამპს აბრალებდნენ რუსების იმას რუსებმა გადიყვანეს არჩევნებშიო და ეხა დაუმტკიცა და ციხეში სვავს იმ ხალხს ვინც აბრალებდა. ნუ ყოველთვის კი არა, მე ხო არ გეუბნები რომ რუსეთი მარტო ჩვენთან არის პრობლემა მეთქი, მაგრამ აი ის რომ იქაც ეგეთი ინტენსივობა რუსეთია, რუსო და აგერ იმაში საერთოდ უკრაინაში საერთოდ აკრძალეს ყველანაირი მისი რა ვიცი რაც კი დაუწერიათ ხელოვნება დოსტოევსკი, პუშკინი, ლერმონტოვი, რა ვიცი, ტოლსტოი, ყველაფერი აკრძალეს. ხო, მაგრამ მე რისი თქვა მინდა ის რომ ქართველისთვის რომ ეგ მიმდინარეობა მთელ სოფლიოშია. გეთანხმები, მაგრამ ნახე, აი რისი თქვა მინდა რომ ქართულ კონტექსტში ამ სიტყვა რუსოს მე მგონი სხვა ტიპის ჩვენი ისტორია გვაქვს. იქ რაღაცა კგბ-ს აგენტების ერთმანეთთან ძახლიდან დაწყებული, აი რაღაცით მოვედით აქამდე ეს სხვა რაღაცა არის ჩაფენილი და ტრამპთან ახლა ერთი არჩევნები შეიძლება ჩაფენილი იყოს, მაგრამ ჩვენთან ბევრი რამეა ჩაფენილი საზოგადოებაში რაღაც თერეთ არის გამჯდარი ასე ჩვენი თემა გვაქვს ჩვენ რა ამ ამბავში. ხო, ერეკლედან დაწყებული დღევანდელობამდე კი ბატონო. ხო, ნუ ერეკლედან ძალით გავშარეთ, ერეკლე ძალით გავშარეთ, საერთოდ არაფერს შეშარებს კაცი, მაგრამ ჩვენ გავშარეთ. დაწყებული არის, ხო, ერეკლე არის პირველი კაცი, რომელსაც ეს არის რუსული ამბავი დააბრალეს და იქიდან მოდის და ყველას რუსებს აბრალებენ. ერეკლე ის არის ცნობილი ამ გაგებით, თორე იგივენაირი ტრაქტატები და იგივენაირი ურთიერთობები რუსეთთან მანამდე ერთ ალბათ მეფეს მაინც ეკნებოდა. და ამიტომ უბრალოდ ხო ხდები რომ რაღაცა შემთხვევითობად დაჯდება, რაღაცა დაჯდება შემთხვევითობით, ამ შემთხვევითობითაც ამ რაღაცა მათ შორის კანონზომიერებით მე შენ ამას ითრევ და ითრევ, მაგრამ მე პრობლემა რაც აქვს ამ დისკურსს. შემთხვევითობით არაფერი არ ხდება. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში საქართველოში ვცხოვრობ და ჩემი შინაგანი მდგომარეობა რუსეთთან სხვა ხესპერს არ ხონია ურთიერთობა. არა, არ ვიცი ხსნება არის თუ არა, მაგრამ მოდი ესე შევხედოთ რა ერთამი. ანუ ერეკლე ხო პირველი მეფე არ ყოფილა, ვისაც რუსეთთან ქონია ჩვენგან ურთიერთობა. საქართველოს ერთი 10 მეფე მაინც ვიცი, რომელიც სულ ცდილობდა რუსეთთან დაახლოებას, იმიტომ რომ ირანისგან და ოსმალეთის გავლენებისგან თავი დაებალანსებინათ ინტერესები, ესე რომ ვთქვათ. იყო მეფეები, რომელსაც ტრაქტატები აქვს დადებული. იყო მეფეები, რომლებიც ელჩებს აგზავნიდნენ. იყო მეფეები, რომლებიც საერთოდ რუსეთში წავიდნენ, მას შემდეგ რაც რუსეთის იმედად საქმე გაიფუჭეს სამხრეთელ მეზობლებთან. და ამ დანარჩენ ყველა მეფესთან ჩვენ ხო არ გქონია ეს პრეტენზია. და ერთ-ერთ მეფესთან ზუსტად იგივეები აქვს სხვასაც გაკეთებული, მაგრამ ერთ-ერთ მეფესთან არსებობს ხო ეს პრეტენზია. ეს შემთხვევითობაა, უფლისდება თუ რაც გია შენ დაარქვი, მაგრამ მე გეუბნები რომ ერეკლე არც პირველი არ არის, არც უკანასკნელი არ არის ამ ამბავში. ზოგადად ბევრი სხვადასხვა მეფეა ასეთი. მაგრამ ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს საერთოდ. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში არ გვქონია დისკუსია, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ევროპა. შესაბამისად, ერთი გვგონია კაი, მეორე გვგონია ცუდი, ისე რომ არც კი გაგივირჩევია რას ჩვენს კონტექსტში, ქართულ კონტექსტში, რა არის რუსული ქმედება და რა არის ევროპული ქმედება. და ამათი გარჩევის გარეშე შენ ევროპის სახელით შეიძლება მიიღო რუსეთი და რუსეთის სახელით მიიღო ევროპა, არ ვიცი, მაგრამ თეორიულად შეიძლება ესეც იყოს, სადმე. მაგალითი ალბათ გამიჭირდება ამ წუთას, მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ ჩემთვის მაგალითად მე გეტყვი რა არის ჩემთვის რუსეთი. ანუ როდესაც აი ამ ლანდვაგინების მიღმა, ანუ როდესაც პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენ რუსეთს ვახსენებთ, მე რატომ აქვს პრობლემა ამ სიტყვასთან, ანუ რატო არ მინდა რა ვიღაცა მომკითხოს რომ შენ გინდა რუსული პოლიტიკა საქართველოში. ნუ მე მგონია, სანამ დისკუსიაში ჩვენ შევალთ რომ ეს კაცი გულისხმობს ერთპიროვნულ მართლობას, სადაც ერთ კაცს, ვინც ცენტრშია, შეუძლია მოხსნას, რა ვიცი, როგორ გითხრა, მთავარი სპეციალისტი ზესტაფონის რაიონის გამგეობაში. აი მე ეგ მგონია რუსეთი. ასეთი ტიპის ცენტრალიზაცია, ასეთი ტიპის ცენტრალიზაცია ჩვენ გვხვდება ევროპაშიც. ამიტომ ხო ვიღაცამ რომ ითხრას, რომ იცი რა, ეგ ფაშიზმიაო რომ ითხრას ვიღაცამ. მაგასაც დავეთანხმები. ადამიანის დედაცვატი რეგონთ ქვეყანა აღორძინდეს, არის ფაშიზმი. მაგრამ რუსეთში ხო ეს არის გამეფებული. და როდესაც მეუბნებიან ევროპას, მე ვეკითხები რომ რას გულისხმობ, იმიტომ რომ ევროპა ბევრი ქვეყნისგან შედგება, სხვადასხვანაირი წესრიგია და ევროპა არის საკუთრებაც. ევროპა არის დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოც, თავისუფალი ვაჭრობაც, თავისუფალი გადაადგილებაც.
მაგრამ ევროპა არის ბიუროკრატიაც. ევროპაში დაიბადა ფაშიზმიც და ნაციზმიც. და ახლა, როდესაც ვიღაცა მეუბნება, რომ იცი რა, ევროპა ფაშიზმია, მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ევროპამ მოახერხა თავისი რეგენერირებით დაეძლია ეს. ფაშიზმის დაძლევა არ არის მუდმივი პროცესი, ერთჯერადი პროცესი. ის მუდმივი პროცესია, დღესაც არის ამის ნიშნები. როგორც ევროპაში ამის ნიშნები, ისე რუსეთში ამის ნიშნები, ისე სხვაგან არის ამის ნიშნები, მაგრამ ჩვენ ხო საუბრობთ საზოგადოებაზე, რომელ საზოგადოებას უფრო შეუძლია თავის გამოძვრენა ასეთი ტიპის ცუდი მმართველობისგან, ცუდი წესრიგისგან. და მგონია, რომ ევროპას უფრო შეუძლია და რუსეთის გამოცდილება გვეუბნება, რომ ივანე მრისხანელის მერე ერთი და იგივე სისტემით იმართებიან და ვერასდროს ვერ გამოძვრნენ ბოლომდე აქედან. გასაგებია შედიაზე, ერთპიროვნული მმართველობა არის რუსული მმართველობა, აბას იძახი საბოლოოდ. არა, მაგას არ ვიძახი ასევე. სიტყვაში მაგას იძახი. იცი რა ვასაუბრობ, რომელი გირჩევდია ერთი ესე ვთქვათ, კონკრეტული მოცემულობა და კონკრეტული პერიოდი უდგას საქართველოს. რადგან ხედავთ გარშემო რაც ხდება, ხო? ოპოზიციურ ძალებსაც ხედავთ, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხედავთ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილსაც ხედავთ, ხო? შენ რომელი გირჩევნია, ერთი ჭკვიანი კაცი მართავდეს აი ამ აღელვებულ სოფლიოში, ისა რა ქვია, ქვეყანას თუ 100 გამოსირებული მითხარი, რომელსაც ერთმანეთთან ვერ დაულაპარაკებია და ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს კოალიციურ მთავრობას რო ეძახით. აი მითხარი, რომელი გირჩევნია რა? სადაც ყოველ მიზეზ გარეშე საქართველოში იქნებოდა კბილების ხრჭედა და ერთმანეთის ჩაწიხვლა. ახლა მე როგორ პარლამენტი დადაწყებული, იქით დამთავრებული. რომელი გირჩევნია მითხარი რა? ასე დავაყენებთ, რომ ერთი კაცი და ერთი კაი კაცი და 100 გამოსირებული. კაი კაცი რა შუაშია? კაი კაცი არა მაქვს ლაპარაკი. მე მაგ მოაზროვნე ადამიანზე, რომელიც რაღაცას ფიქრობს, რაღაცას აკეთებს და ამას შედეგითაც ადდებს, ხო? შედეგიდდებს რა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უდიდესი საამაყო ამბავი არის, რომ ჩვენ სუვერენიტეტს ვალვითარებთ დღეს რა. აი უდიდესი, ამისთვის ვიდექი მე-9 აპრილს ქუჩაში, თუ ძალიან გაინტერესებს. და არა იმისთვის, რომ ერთი ბატონი მომეცილებინა და მეორე ბატონს თავი დავტაკებულიყავი და იმას უნიტაზში თავით ჩავერეცხე რა. არ და მაგიტომ მე ვიდექი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო სუვერენული. თავისუფალი და თვითონ მიიღო თავისი გადაწყვეტილებები. შენ რომელი გირჩევნია გამაგებინე, ერთი ჭკვიანი და ბრძენი კაცი მართავდეს ქვეყანას თუ 1000 გამოსირებული მითხარი რა. არა, მე გეტყვი ეს რაღაცას გეტყვი რა. რაც არ უნდა ერთი ჭკვიანი და ბრძენი კაცი მართავდეს ქვეყანას. მე არ გეუბნები ამას მთლიანად და მთელ მომავალში. უბრალოდ კონკრეტულ დროში გეუბნების, როდესაც უკრაინაში ომი მიდის, როდესაც ესეთი ამბავია მსოფლიოში. აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში გეუბნები და არა სულ. არა, მე ზოგადად არასდროს არ მინდა 100 გამოსირებული მართავდეს ქვეყანას. ეგ არის, ეგ მოცემულობაა. ზოგადად საერთოდ არ მინდა რომ ეგ მოცემულობაა. არა, მაგრამ მოდი ეგ მოცემულობაა, ეხლა და რატო ფიქრობთ, რომ ქართველებს მარტო ის გვაქვს, რომ ან ერთ კაცზე ვიყოთ დამოკიდებულები, ან სირობაში აღმოჩნდებით, რატო გვაქვს ასეთი დაბალი შეფასება საკუთარ თავზე? მე საერთოდ არ გონია ეს ასე. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია. მაგრამ მე ერთ რისკებს გეტყვი. გაგიმარჯოს, მეტი შეგვიძლია, მაგრამ როდის გახსოვს? უკეთესი მართლება ერთი კაცი თუ არ მართავდა საქართველოს, როდის გახსოვს, რომ ბევრი გვერდს ერთმანეთ უმართია საქართველოს. აღმაშენებელი იყო და მარტო მართავდა, არ იყო ეგრე? ძირითადად, როდესაც საქართველოს იყო ოქროს ხანაში, მოდი მარტო ოქროს ხანას შევეხოთ რა. კონკრეტული მონარქები მარტო მართავდნენ მას, ხო? ეს ხო არ იყო ის, რომ ვიღაცას იქიდა, ვიღაცას და ვისაც რას ხვდოდა ის ელაპარაკა და გაეკეთებინა, ხო? ეს რაღაც ერთ თავში თუ არ მოიხარშა და ჭკვიან თავში ყველა სიტუაციაში გავიბნევით და ერთმანეთს დავეჯახებით. ყველა სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მტერი გვყავს, რომელსაც უნდა რომ ჩვენ ერთმანეთს დავეჯახოთ. ანუ შენ უარყოფ საერთოდ იმ ქვეყნების მმართველობის სტილს, ტექნოლოგიას, ცოდნას, რომელიც არსებობს, სადაც ერთპიროვნული მმართველები არ მართავს. არ უარყოფ, პირიქით, მაგისკენ მივისწრაფი. რომ მაგი იყოს რომ ჩვენ ისევ იგივე ფეოდალური ეპოქის დონეზე ვართ ქართველები რომ ჩვენ გვჭირდება დავით აღმაშენებელი რომელიც მოაწყობს რუის ურბნის რომელიც თავის დააკრევინებს ერთ გვარს ცნობილ გვარს რაშუაში თავების დააკრევინებაზე არა ისი ანდერძი გახდება საპრობლემო მე ის ეს უნდა გავიარო არა ერთი წავით მომისმინე ეხლა ძალიან ბევრი ხალხი ახსენებს რუის ურბნის რა რომ გჭირდება რუის ურბნისი ეკლესიაში არა მე არ ვიცი არ ვამბობ არა საერთოდ ვიძახი რა შეზია ანუ მაგას შენ ამბობ რომ და რაღაც ის გზა გვაქვს გასავლელიო და ის გზა ასეთიც არის მარტო ის კი არ არის რომ შენ რაღაცა განჯიდან კარები ჩამოიტანო კიდე სხვანაირიც არის ეს რა ეს გზა
გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის, რაც რუის ურბნისი ერქვა, ამას მონარქის გარდა სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა. არავის არ ექნებოდა ამის ესე ვთქვათ უფლებამოსილება. ხო და ჩვენ ხო დღეს არ გვინდა, ნახე, კარგი მაგალითია. ჩვენ ხო დღეს არ გვინდა, რომ არსებობდეს რომელიმე მონარქი, რომელსაც ექნება ისეთი ძალაუფლება, რომ რუის ურბნისი ჩაატაროს. ეს შეიძლება ფეოდალურ ეპოქაში ეს ადეკვატური იყო, იმიტომ რომ ისეთი ეპოქა არის, მაგრამ 21 საუკუნეში ვართ დღეს, ამიტომ რაღაცეები გადასააზრებელია. მაინც ეს 21 საუკუნეში მონარქიები არ არსებობენ? ნუ ყოველ შემთხვევაში შენ გონია რომ ეხა ინგლისში ეგეთი სიტუაცია რომ მოხდეს მეფესა დედოფალს არ აქვს მაგის უფლება რომ უფლება მოვალეობა რომ ეს შეკრიბოს ეს მსახურები და როგორ არა ამიტომა საჭირო მონარქია და მონარქი მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში საქართველოში ვიდრე პრეზიდენტი ამიტომა საჭირო რომ რუის ურბნისის თუ საჭიროა მოაწყოს და რა თქმა უნდა ესე მგონია მე რა არა მე მგონია რომ საეკლესიო და საერო ხელისუფლება უნდა იყოს გამიჯნული და არც ერთ მეფეს იმპერატორს ერთპიროვნულ მმართველს არ უნდა კონდეს ეკლესიაში რუის ურბნისის მოწყობის საშუალება ეს მეფეს უნდა კონდეს არა ეკლესიასაც მეფეს უნდა კონდეს არა მეფეს უნდა კონდეს იმიტომ რომ მეფე არის ღვთისმკურთხეული სხვა დანარჩენისგან განსხვავებით ეს არის ზუსტად მონარქის უპირატესობა ანუ ახლა ბიძინა მეფეთ რო გამოვაცხადოთ ბიძინა რაშუაშია ბიძინა არის ივანიშვილი მეფე არის ბაგრატიონი რაშუაშია მაგიტო იძახდა პატრიარქი რომ აუცილებელია მეფეო ძალი მოტეხილი ფრთით დაფრინავს საქართველოს პატრიარქი ყავს და მეფე არ აყავს ეგ არის ყველაფერი არა მიაწექით სამეფოს თემას ანუ რატო ვამბობთ რომ სიტყვაზე გადამჩენელი არის ერთპიროვნული მმართველი? მოდი მეფეს მიაწექით კაცო. რატო აწვევით მეფეს? მივაწვევით კიდევ. მე ლიჩნად მივაწვევით. მეფე ბევრად უფრო ლოგიკურად პრეზიდენტის მე მაგალითად გონია პარტიის თავმჯდომარე. მე მაგალითად გონია რომ პრეზიდენტის ესე ვთქვათ ინსტიტუტის მაგივრად რო იყოს მონარქი და არის კიდევაც ეხა რა თქმა უნდა ეს პატარა გიორგი რამდენი წლის არის არ ვიცი რომელიც პატრიარქმა გაზარდა. განებით მაგბავში თავი. არა, ერთი წამით არა, რაშუაშია რატო გავანებოთ 15 წლის იყო აღმაშენებელი მეფეთ რო აკურთხეს კაცო. რატო უნდა გავანებო, ვერ გავიგეთო. რა არ არის მონარქიული ქვეყნები და არ არის კარგი ქვეყნები? ჰოლანდია, ბელგია, ინგლისი არ არის? ანუ მონარქია გინდაც აღმოსავლეთში არ არიან კაი ქვეყნები? იცი როგორ არის რომ ახლა იგივე მონაკო შეიძლება ისიც დესპოტიაც კი იყოს, თორე წაიკითხო მათი კონსტიტუცია და უფლებამოსილებები, მაგრამ ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ თანამედროვე მონარქიები, რომელსაც თქვენ ჩამოთვლით, რა ტიპის მმართველობაა და ის მონარქიები, ანუ შუა საუკუნეობრივი აბსოლუტი, რომელიც იმ პერიოდის მონარქს გააჩნია, რამდენად განსხვავებულია მისგან. მაგიტომაც ქვია საკონსტიტუციო მონარქია. ჩვენ ახლა ლაპარაკობთ ფორმალობაზე, თუ ახლა ლაპარაკობთ მეფეზე, როგორც ეფექტური მმართველობის განმახორციელებელზე. არა, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ფორმალობაზე მეფე როგორ უნდა შევაწუხოთ? ფორმალობა არ არის მარტო ეს ამბავი რა. ადამიანი, როდესაც იცის რომ 5 წლით არ არის არჩეული და მთელი ცხოვრებით საქართველოს ინტერესებს ემსახურება, აბსოლუტურად სხვა პასუხისმგებლობას ატარებს, ვიდრე 5 წლით არჩეული. აი, იცი რაშია საქმე, რომ პოლიტიკოსი რა. ჩვენი ყველა მმართველი მიიჩნევდა, რომ ის 5 წლით არ იყო არჩეული. რო დააკვირდე, რა სააკაშვილს ეგონა, რომ 5 წლით იყო არჩეული, არ შეცვალა კონსტიტუცია და არ უნდა ჩაბეტონება მუდმივ მმართველად. დღევანდელი ხელისუფლება 20-30-ია ხო თქვეს, მაგრამ ახლა უკვე 20-36-ის გეგმებს გვიცხადებენ. ანუ ერთპიროვნული მმართველი, იმიტომ ერთპიროვნული მმართველი რო ის წასვლას არსად არ გეგმავს. რაშუაში ის წესს გეგმავს თუ არ გეგმავს? სხვა რაღაცას გეგმავს. არ გონია მეფე, არა, ის მისი მაინც არჩევნების დროს თავდება. და ამისი არასდროს არ თავდება. გესმის? ეს არის აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. რაზე კამათობთ რომ 15 წლის ბიჭი რა. კაი, დავანებოთ, კაი, არა, მიშველის რა, ყოველ შემთხვევაში იმ ბალანს დაიცავს, რომელი ბალანსის დასაცველი არის დღეს საქართველოში. კაი, ამაზე შოშტა გვიყვანს ეს ლაპარაკი. რუსეთს და ევროპაზე რომ ბოლოს დავასრულო რა, რომ ჩვენს გასაგები იყოს, აზე ლაპარაკობდი. როცა ვიღაცა ლაპარაკობს, რომ ჩვენ ევროპიდან რუსეთისკენ მივდივართ, მე სააკაშვილსაც ერთპიროვნულ მმართველად მივიჩნევდი მოგეხსენებათ და თუ ესენი მგონია რუსეთი, ის მმართველობაც ასევე მგონია რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთი არ მინდა ვინმე ვანძღო საერთოდ. ანუ თუ რუსეთში იგულისხმება ერთპიროვნული მმართველობა, მე ამას ვგულისხმობ. მაშინ ერთპიროვნული მმართველი იყო ყველა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და შენთვის არ იყოს, ჩვენ არ გვაქვს იმის გამოცდილება. კოლექტიურად მმართველობა ქონოდა, ну რაღაცა დონეზე ეს ქონდა პირველი რესპუბლიკის დროს და მე არ დასრულდა კარგად მოგეხსენებათ სხვა გარემოებების გამო და რაც შეეხება ევროპას, ევროპა ვიღაცა შეიძლება რაღაცა სხვა გონია, მაგრამ გონია იქ ევროპელი ბიუროკრატია, გონია რაღაცა გამწვანების და რეგულირების წესები, გონია LGBT უფლებები რაღაცა გონია. მე ევროპამ გონია თავისუფალი გადაადგილება.
თავისუფალი ვაჭრობა, დამოუკიდებელი სასამართლო, საკუთრების უფლების დაცვა. მართლა იცახი მაგას. კი, ესენი გონია ევროპა. ანუ თუ ევროპელი ევროპა. არა, კაცო, როდესაც ანუ ჩვენ ხო საუბრობთ ორ აბსტრაქტულ ტერმინზე. რუსეთი როგორც ცალანძღავი სიტყვა, ევროპა როგორც კომპლიმენტი. შინაარს ამას არავინ არ ატანს, იმიტომ რომ რასაც ისინი მაგალითად ახლა ვინც აქციებზე მათ შორის და მათი NGO ვიღაცა ხალხი, ვინც ევროპის სახელით გველაპარაკებოდნენ. მე საერთოდ არ მივეჩნევდი რომ ისინი როდესმე იყვნენ ევროპა. და პირიქით ევროპის პრობლემა მგონია რომ მაგ აზროვნების ხალხმა სადღაც ჩაიბუდა და ევროპული ღირებულებები გვერდზე გაწიეს და ევროპულ ღირებულებად საზოგადოებას ტენიდნენ 1000 უცნაურობას, რომელიც არასდროს არ ყოფილა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარამდე ევროპული ღირებულება საერთოდ. მაგრამ მე როცა მეკითხები ევროპაო, მე ხო არ გულისხმობ რომელიღაცა ევრობიუროკრატს, NGO-შნიკს, ვიღაც პოლიტკორექტულობის ქადაგებელს, ადამიანს, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო ხალხს ციხეში იჭერს და ევროპაში უამრავი ადამიანი Facebook-ის პოსტების გამო ციხეში. კი ბატონო. ესმის ანუ მე ხო ამას არ გულისხმობ ევროპას. მე თუ რუსეთი აბა დღევანდელი ევროპა ეგ არის და აბა რას გულისხმობ აბა ეხლა. როდესაც ვიღაცა საუბრობს რუსეთის და ევროპის ნარატივზე, მარტო ეს ორი შავი თეთრი კეთილი და ბოლოკი თუ გვაქვს. მე ეს რაღაცეები ევროპაშიც რუსეთის გავლენის შეტენილი მგონია რომ ისინი აფინანსებენ ამას. ისინი შვებიან რომ საზოგადოებამ ნამდვილი ევროპული ღირებულებების ნაცვლად ცრუ ევროპული ღირებულებები მიიღოს და მე რუსეთმა შეძლოს გამოყენება ამ სისუსტეების, მის მიერ ხელშეწყობილი სისუსტეების და ევროპას უკვე სამართლიანად უსაყვედუროს იმაზე, რაც თვითონ შეტენა. ხო და ის ევროპა რომელიც მე მგონია რის გამოც ის განვითარდა, რის გამოც იქ ვაჭრობა განვითარდა, რის გამოც იქ ტექნოლოგია განვითარდა და ასე შემდეგ, ის საერთოდ სხვა ღირებულებებზე იდგა. რა თქმა უნდა, ის როდესაც მე ვიღაცა მელაპარაკება შენთვის რა არის ევროპა და შენთვის რა არის რუსეთი, მე ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს, მაგრამ თქვენ თუ მეკითხები დღეს რა ხდებაო, მაშინ მეკითხავ რომელ ქვეყანაში. რას გულისხმობ? იმიტომ რომ თუ მაშინ უკვე განზოგადებით ვერ ვიტყვით. უკვე გერმანიაში სხვა პრობლემაა, პირობითად, სადაც ინგლისში სხვა პრობლემაა, იტალიაში სხვა პრობლემაა. და ყველა შეიძლება კონდეს რაღაცა შანსი თვით გენერირების, რაღაცნაირად რომ ამოვიდეს, განსხვავებით რუსეთისგან, იმიტომ რომ რუსეთი ვერასოდეს ვერ ამოვიდა აქედან. და ორჯერ ქონდა ამის შანსი, ერთხელ თებერვლიდან ოქტომბრამდე 1917 წელს და მეორეჯერ იგივე შანსი ქონდა 90-იან წლებში. მაგრამ ეს შანსი ხო არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიდა თავისუფალი საზოგადოების გაკეთება. და როცა მეუბნებიან რომ აი ორი ნარატივი უნდა იყოს რუსეთი და ევროპა. აი მანდ არის შეცდომა. არა, ცხადია შეცდომა, აი მანდ არის შეცდომა. ორივეს თავისი ინტერესები აქვს, ჩვენს მივიმართ რა. რა თქმა უნდა, ეხლა ერთი შევხედავთ. მაშინ ამ ნარატივში რაღაცნაირად ერთს ჩემი აზრით აქვს თვითგენერირების უნარი. რომ ევროპა აქედან გამოძრეს ამ პრობლემებს, როგორც ამერიკა გამოძრა. ტრამპის გამოძრეს, მაგას ველოდებით ჩვენც რომ გამოძრეს ევროპა. მაგრამ კამილ ჰარის რო გამარჯვა, ხო წარმოგიდგენია რა ტიპის კატასტროფა შეიძლება ყოფილიყო ამერიკისთვის. და აი რუსეთს ეს შანსი ჩემი აზრით ჯერჯერობით ისტორიაში არ ქონია. ყოველ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ. მათ სულ ერთი, ანუ არა თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა ვერტიკალურად აწყობილი ერთკაციანი მმართველობით აქვს. და მე ეს არ მინდა ამ ქვეყანაში, მაგრამ მაგიტომ ვიძახი რომ საბჭოთა კავშირიდან დღემდე ვერ გამოსულვართ მეთქი. მაგიტომ გონია ეს 40 წელიც მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ რომ აი რავი, ერთპიროვნულ მმართველობას ვერ გავცდით. შეიძლება უკეთესი ერთპიროვნული მმართველი გასაგებია, მაგრამ პრობლემას ხო ვერ გავუდგეთ. შეგონია მე მომწონს ერთპიროვნული მმართველობა? აუ, წყალს ვერ მოგიტანენ რამე რო. კი, აგერ არის ჩემი დალია და მე მომიტანენ. მადლობელი. შენ რა გონია რომ მე მომწონს ერთპიროვნული მმართველობა? მაგრამ გეონები გადახედე სპექტრს რა. გადახედე სპექტრს, არ გამოვა ამ ქვეყანაში დღეს. ეგ ამბავი რა. ცეცხლი უკიდიათ მსოფლიოს რა. ერთმა კაჭკვიანმა კაცმა თუ არ მიიღო თავის თავში სწორი გადაწყვეტილებები, ეს არის ყველაზე უფრო რაც გაგვიყვანს ამ სიტუაციიდან. თორე ერთმა მილიონი უნდერკინდი დაბოდეს ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეხა იმა პინოჩეტმა 17 ახალგაზრდა გააგზავნა სასწავლებლად და იმ 17-მა ახალგაზრდამ ააშენა მერე ყველაფერი რა. ეგ არის რა თქმა უნდა მე მომწონს ის მმართველობა, რა მმართველობაც რა თქმა უნდა გაყოფილია და სასამართლო თავის ადგილზეა და თავისუფალია და ის არის და ეს არის, მაგრამ დღეს არა აქვს საქართველოს ეს რა ქვია იმას კაცო რა საქართველოს არა აქვს ამ დღეს ამის ფუფუნება. არა აქვს ამის ფუფუნება დღეს. რა ხედავთ რა ხდება ვერ ხედავ ოპოზიციურ სპექტრში. როგორ შეიძლება ამათმა რამე მართონ?
ერთ მაგიტას ვერ მართავენ. ბათმა რატომ მართონ? კაი ხალხმა მართოთ. და კაი ხალხი არ მოდის პოლიტიკაში და ვერ გავიგე რა უნდა ხა. ყველა დაშინებულია, ყველა ცუდად არის, ყველას ისე აქვს, რომ პოლიტიკა ბინძურია, ისე ყოველ შემთხვევაში დღეს ეს სიტუაციაა რა. და ეს სუასე იქნება თუ არ შევცვლით. გასაგებია შევცვლით, მაგრამ თავისით მე ამჯერა რომ შეცვალეთ მერე, გიშლით ვინმე? როგორ არ გვიშლით? ხო არ არის ხალხი და რა უნდა შეცვალო? როგორ არ გვიშლით? ვინ გიშლით აბა? ეროვნული მართლობა ვინ გიშლით და დაელაპარაკო ერთ ჭკვიანს, მეორე ჭკვიანს, მესამე ჭკვიანს გუნდი გააკეთოთ, რაღაცა ძალა ერთობაშია გააკეთოთ და რაღაც კარგი იდეებით შეუტიოთ ხელისუფლებას, ხო? ვინ გიშლით ამას? ვინმე გიშლით? არავინ არ გიშლით, გააკეთეთ რა. კაი, ერთი წავით, ბოდიშს ვიხდი, მესამეს დაგისვავ რა, მესამე ხო, მეორე მესამე ერთად იყო რა. კაი. ეხა უფრო რაღაც ადამიანურ შეკითხვებზე მინდა გადავიდე რა, იმიტომ რომ ვიცი შენი პოლიტიკური მისწრაფებები და ისინი რა თქვია შენი პარტიის და რა თქმა უნდა მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ხანდახან შენზე არ მაქვს ეხა ლაპარაკი რა. არის ორი ისა რა, როდესაც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ მაინც ყველა ვარიანტში ქულების დასაწერად რა და ქულების ასაღებად რა. და აი მართლა იმის საჭიროების და მართლაში გულით შინაგანად რაც აწუხებს და იმაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ხო, ადამიანურ ფაქტორებზე ვიძახი რა. ხო და აი ძალიან მაინტერესებს ახლა შენი ამბავი ამ კითხვასთან დაკავშირებით რა. ვინ არის შენთვის იესო? იესო ვინ არის ჩემთვის? ხო. მოდი ესე გეტყვი რა. არა, ერთი წავით. ისტორიული პიროვნება შენთვის მხოლოდ იესო თუ ყველაზე მორალური ადამიანთა შორის? ანუ ადამიანი. ნუ ადამიანი ზეხვთისა, ადამიანი პირველ რიგში ადამიანი, კი? არა. საერთოდ ადამიანი. მეორე რიგში? არა, მეორე რიგში რასაკვირველია, ახლა მეორე რიგში გასაგებია რომ ის უფალია და შესაბამისად, რა ვიცი, განსხეულება მოახდინა, ადამიანად გახტომა მოახდინა, რომ ჩვენი ცხოვრება გაევლო. ამიტომ უფალია შენთვის იესო? მოდი ესე გეტყვით რა. მე ქრისტიანული კულტურის შვილი ვარ, მაგრამ მე არ მივცემ საკუთარ თავისუფლებას, რომ მე უთხრა საზოგადოებას, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველდღე ეკლესიაში დადის, ლოცულობს, მარხვებს იცავს. არა, მაგას არ გეკითხები. შენთვის შიგნით ვინ არის იესო? მაგრამ ნახე, მე ვცდილობ ზოგადად. ვიცხოვრო ისე, შინაარსობრივად ისე, რომ ეს კაცი რო სადღაც შემხვდეს, რაღაცნაირად მას უთხრა, რომ ძალიან არაუცდენილ ვარ იმ გზას, რომელიც შენ დაგვიტოვე. ცხადია, მე იმას ვერ გავივლიდი, რაც შენ გაიარე. მაგრამ აი რა ვიცი, ვეცადე ყოველ შემთხვევაში, რომ შენ დაგსგავსებოდი, ხო? რაც შენ ბოროტებად გამოაცხადე, ის არ მეკეთებინა. აი მე ასე ვუყურებ ამ ისტორიას, არ ვუყურებ ამას როგორც მრევლის პოზიციიდან. ამას ვუყურებ იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელიც ამ ადამიანის ცნებების მიხედვით გაიზარდა და კარგი და ცუდი მისთვის მისი მოძღვრებიდან განისაზღვრება. სწორი და არასწორი მისი მოძღვრებიდან განისაზღვრება. თუმცა როგორც ყველა ადამიანი ცოდვილი ვარ და ესეც მესმის. რა არის შენთვის უფრო იმაში წავა რა. რა არის შენთვის ქრისტე აღდგა? მოდი გეტყვი ჯერ ზოგადად, ანუ ქრისტიანობა ზოგადად არის ის, რომ არ გაუკეთო სხვას რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ. არა, ქრისტიანობა რა არის, მაგას არ გიკითხები. ქრისტე აღდგა რა არის შენთვის? ქრისტე აღდგა, რა ვიცი, რომ დაცემის მერე აღდგომის შესაძლებლობა გაქვს. ანუ ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. აღდგა. გასაგებია. მე ამ მენტალიტეტის მე ამ მორალის ადამიანი ვარ, სადაც ვიცი რომ ქრისტეს აღდგომა შეუძლია. მაშინ, კაი, გასაგებია და დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. მაშინ ერთი წამით გამაგებინეთ. გასაბერი ეკლესიები რა გაგაკეთებინეთ და რატო ამას საჯაროდ რატო აპირებთ? გასაბერი ჩვენ ეკლესია არ გაგვიბერია. ხო, ნუ რაც იყო, ხო, ჯარიდან დარჩენა, ასე შემდეგ, აი ახლა მას მივიდა ხამდე, კაცო, ჯარიდან დარჩენა. ხო, მაგრამ სახელით, იმის სახელით რა. ახალი რელიგიის სახელით რა. არა, მაინც. ქრისტეს სახელით. მოდი ქრისტეს სახელით, მე ესე ვიტყვი. ქრისტეს სახელით რა? ქრისტეს სახელით. ქრისტე და საწმუნოება და მართლა არის ეს არის დოგმა. კიდე ერთხელ ვიმეორებ. ამას გინდა მიყევი, გინდა ნუ მიყვები. ეს არის 16 საუკუნე. მაინც ერთ წამით.
მაგ კითხვაზე პასუხი. ნახეთ. საქმე მან შენ მან წარმოგაჩინოსო. ეს არის თუ არა ქრისტიანული ფაბულა? გაჭირვებულის დახმარება. იძულების მსხვერპლის გათავისუფლება. მონობისგან გათავისუფლება. მოდი ეს შევხედოთ. ქრისტიანული ნაბიჯია თავისი შინაარსით თუ არა ქრისტიანული ნაბიჯია? და ამავდროულად თუ გახსოვთ და ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯია ჩემი აზრით, რომ შენ აკეთო რაღაც საქმე, რომ და გჯეროდეს ეს საქმე ქრისტიანულია და ამით უფრო მარტივად დაინახავ ქრისტეს, ვიდრე ქრისტეს ძებნით ფორმალური ნიშნების მიხედვით, იმიტომ რომ ფარისევლები ქრისტეს ელოდებოდნენ, იმისთვის არსებობდნენ, რომ ქრისტე ამოეცნოთ, რომ მოვიდოდა და ქრისტე ვერ იცნეს. იმიტომ რომ ფორმალურ ნიშნებს დაძდევდნენ ქრისტიანობის სწავლებებიდან და ფორმალური ნიშნები არ არის მთავარი, ქრისტე არ არის ფორმალური ქრისტიანობა არ არის ფორმალური ნიშნების რელიგია. ის ნებისმიერი გაჭირვებულის, გლახაკის, ნებისმიერი ადამიანის რელიგია, ყველას ეუბნება, რომ შენ სამოთხეში მოხვდები. თუ სწორად იცხოვრებ. მაგრამ სწორად ცხოვრება არის გულისხმობს იმას, რომ შენა ყველა ქაღალდი უნდა ქონდეს წაკითხული, ამ ფურცელზე ეს წერია, არა. შენ როგორც იქცევი, მართალი ხარ თუ არა ხარ მართალი? გინდა თუ არა რაც შენ ვიღაცას უკეთებ, სხვამ გაგიკეთოს. და თუ ამ პასუხზე კი არის, შენ ქრისტიანულად იქცევი და ხო, კი, მე რომ ვიღაცას ძალით წავიყვანე სადმე და ვიღაც ადამიანი გამოსულიყო, მოეცა რაღაც ფურცელი, არაფერი არ მოეთხოვა ამაში. და ამის გამო მე ის მონობას გადავრჩენილიყავი, მე ჩავთვლიდი, რომ ეს ადამიანი ქრისტიანია და მე ზოგადად ყველაზე მეტად ვამაყობ. თუ რამე ქრისტიანული გირს გავუკეთებია, ამაზე ქრისტიანული არაფერი არ გაგვიკეთებია. და პრობლემა მე კი არა ვარ ამის, არის ის არაქრისტიანული წესი, რომელსაც ადამიანები იძულებით მიყავს სადღაც. რომელიც ჩვენს ჯარს ანადგურებს შინაარსობრივად იმ ადამიანებით, რომელიც არ ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, დეზერტირობაზე ოცნებობენ. და მე ჯარისთვისაც გავაკეთე ქრისტიანული საქმე და იმ ადამიანებისთვისაც ქრისტიანული საქმე გავაკეთე, ვინ ჩვენთან მოსულა და არავისთვის ღმერთია მოწმე. არავისთვის ჯულის შეცვლა არ მომითხოვია. და არასოდეს არ მithქვამს, რომ მე ვიყავი ისა რა ქვია, არაქრისტიანი, მე ადამიანებს ჯულს უცვლიდი და არასდროს არც ერთი ჩემი წევრისთვის არ მიკადრებია, რომ ისინი არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანი და რაღაცა რომელიღაცა სექტის წევრები არიან. ეს ამის წინააღმდეგ მთელი აგორებული კამპანია არის პოლიტიკური კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, თორემ აი მაგათ ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით ამისთვის. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზუსტად ასევე ფუნქციონირებდა ჩვენნაირი ეკლესია, რომელსაც ერქვა ღმერთო გამახსენდება აუცილებლად. იმას არ ერქვა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ერქვა სხვა ეკლესია, ერქვა მიწისქვეშ ცხოვრებ მღვდლებს ნიშნავს შინაარსობრივად. ეს ეკლესია და თუ ჩვენ მყავდა სიტყვაზე 20,000 კაცი გათავისუფლებული ჯარიდან, იმათაც არ ყავდათ 1500-ზე ნაკლები. ეკლესიის შენობაში ფუნქციონირებდა და რა ჩვენ თუ ვიყავით ამ შემთხვევაში ქრისტეს ჯულის წინააღმდეგები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში ფუნქციონირებდნენ, სხვა ეკლესიის სახელით, ისინი როგორ არ იყვნენ? და ამიტომ მე შეიძლება ვიღაცას ვერ გავაგებინო ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ამ ქმედების ქრისტიანულობას, აი იქით ცხოვრებაში ღმერთთან აუცილებლად დავამტკიცებ. მე ამის მჯერა შინაგანად, თორე ისე ამას არ გავაკეთებდი. და საერთოდ ზოგადად ეს ჩვენ არ გავუკეთებია, იმიტომ რომ ეს გვინდოდა. აი ახლაც, აი თქვენს ეთერში ვამბობ. თვითონ გააკეთოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეს, რომ ძალით არ დადიოდნენ, არ დაყავდათ ხალხი ჯარში, არ დაყავდეთ იძულების წესით. და ის ხალხი, რომელიც კი ასევე ჩვენი ხალხი, ვინც იყვნენ, ვინც გავათავისუფლეთ ჯარისგან, რომელსაც შეზღუდვები აქვს საეკლესიო. ეს შეზღუდვები მოუხსნან და ჩვენ დღესვე გავაუქმებთ ბიბლიურ თავისუფლებას. მეტი რა უნდა ვთქვა? სულ ამას ვამბობდით თან. ეს ამე ახალი კი არ არის. სულ ამას ვამბობდით და ვეუბნებოდით ეკლესიასაც, რომ მოდი დაგვეხმარეთ, რომ ხალხი იძულებით მონობაში არ წაიყვანონ და მოხსენით შეზღუდვები ჩვენს ადამიანებს, რომელსაც ჩვენ დახმარებისთვის მოგმართა და ხო გინდათ, რომ მომავალში ცოდვაში ხალხი არ ჩავარდეს. ჩვენ გავაუქმებთ ამ ორგანიზაციას და ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და ნუ რა ვიცი, მე არასდროს არ ჩამითვლია, რომ ჩემი ადგილი სხვა ეკლესიაშია გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. ეს ხმა დამაბრალეს, ისევე როგორც მილიონ რაღაცას მაბრალებენ სხვადასხვა დროს. კაი, ნუ კიდე ერთხელ ვიტყვი რა თქმა უნდა შენი აზრი გაქვს, რა თქმა უნდა პატივს ვცემ შენ აზრს და ყველაფერს, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის დოგმატური ეკლესია, გესმის? დოგმებია ეს ყველაფერი. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
მართლმადიდებლური ეკლესია დოგმატური არის, ეგ არის დოგმებია რა, ეს რაღაცა შეიძლება, ეს რაღაცა არ შეიძლება, ამას გინდა დაემორჩილე, გინდა არა, ეგ შედინებაა რა. დოგმა და საქართველოს მართლმადიდებლური მე არ ვაკადრებდი ჩვენს ეკლესიას, რომ მან დოგმა დაარღვია მაშინ, როდესაც თავის შენობაში ფაქტობრივად ზუსტად იგივენაირი ეკლესია, იგივე წესების გამოყენებით, იგივე ნორმების გამოყენებით თვითონ შექმნა და ათავისუფლებდა ადამიანებს. გასაგებია, მაგრამ ის თავის დარღვევაზე პასუხსაც აგებს ღმერთთან, ხო? მართალი იყო თუ ტყუილი იყო, ის იმას არ ნიშნავს, რომ შენ მართალი ხარ. არა, მე მჯერა რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმაზე უფრო მალე მიხვდებოდნენ რა იყო დოგმატური და რა არ იყო დოგმატური, ვიდრე იმ ეკლესია მიფუნქციონირა. ნუ ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც უზიარებლად დასაფლავდნენ, ეხლა და ბევრი არის ესეთი, ხო? ზიარების გარეშე რა. ამის პასუხისგებლობას გზნო ვაფშე? მე როგორ უნდა ვიღო პასუხისგებლობა რა იყო, მაგრამ ვინც არ აზიარა. მე ჩემთან რომ მოდიოდნენ ეს ადამიანები, შეიძლება ის დოგმატური საბავი დაარღვევინა, ეს არ არის პასუხისგებლობა. ჩვენთან მოსულან ოჯახის წევრები, გარდაცვლილების მათ შორის, მოსულან თვითონ ადამიანები, რომლებიც ჯვარს იწერენ ასე შემდეგ და უთქვამთ, რომ მოგვეცით ცნობა, რომ ჩვენ არა ვართ ამ ეკლესიის წევრები, ვინაიდან ვიღაცეები ჩვენი მღვდელი ასე თulis და ჩვენ უარი არასდროს არ გვითხოვს. ჩვენ ამას ყოველთვის ვაძლევდით. ჩვენ არ შეგვიშლია ხელი არც ერთ საეკლესიო პროცედურაში არავისზე და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ სარწმუნოების ცვლილება ჩვენი საქმე არ არის. ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ ნათლობასთან და მსგავს ტიპის ღონისძიებებთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ სახელმწიფო სისტემა მოვატყუოთ, რომ ჯარში იძულებით არ მოხდეს ხალხის წაყვანა. სულ ეს ხონდა გაცხადებული და მე მჯერა, რომ ჩვენ თუ არა ახლა როცა დისკუსიები ამაზე გაიხსნება მომავალში, აუცილებლად დავარწმუნებთ სასულიერო იერარქიას, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ წინააღმდეგ იყო შეცდომა და ეს შეცდომა ეხება არა მხოლოდ იაგო ხვიჩიას მარტო. იაგო ხვიჩიასთან ბრძოლის ფარგლებში შეიძლება იყო ეს შეცდომა დაშვებული, მაგრამ ეს ეხება 50,000 ადამიანს, ქართველს, მრევლს, ამ ქვეყნის წარმომადგენელს, ქრისტიანს და ხო აი თქვენი ეთერის მეშვეობით ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა რომ ეს შეზღუდვა გაუქმდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ ამ ხალხს, დაველაპარაკოთ, თუ გინდათ, აიცით, თქვენც წამოდით და თქვენი სიტყვა თქვით თუ კარგი, მადლობა. გექნებათ და ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად ეს სიტუაცია დავალაგოთ ეკლესიასთან, იმიტომ რომ არასდროს ჩვენ პრეტენზია არ გქონია სასულიერო მსახურებაზე, ჩვენ ვართ საერო პირები, ვართ პოლიტიკოსები და ჩვენი ეს ნაბიჯი არ ყოფილა გამოწვეული კაი ცხოვრებით, გამოწვეულია ცუდი ცხოვრებით, რომ ადამიანები მონობისგან დაგვეხსნა ამ ფორმით. ქრისტეს სახელით ადამიანების მონობისგან დაახსნა ყველაზე ქრისტიანული რამეა სამყაროში ჩემი აზრით. კაი, მადლობა, ძალიან დიდ მადლობა შენც რომ მომეცი ახსნეს საშუალება. ხო, შენ პატივს ვცემ შენ აზრს, რა თქმა უნდა, მაგრამ გამსჯელი საბოლოო ჯამში ერთია და ვნახოთ აბა რა და როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში ნეტასვაცოდებშიც ეს მართალი ვიყო ღმერთთან ვიდრე ახლა. ძალიან კარგია რომ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი შევძელით რა. კარგი, ეხა რა არის შენთვის მამული ენა და სარწმუნოება? მამული ენა სარწმუნოება არის ის ტრიადა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შენთვის რა არის? ხო, გეტყვი ახლავე, წარმოადგინა როგორც გადარჩენა. თავარი პოსტულატი ამ ქვეყნის საჭიროებების და გადარჩენის. ეთანხმები ამ ტრიადას? არა, იმ პერიოდში როგორ შეიძლება ამას არ დათანხმებოდი. უბრალოდ ახლა დღეს რო თქვა, დღეს მაგალითად ენას ვინმე გვართმევსო, ის კონტექსტი ხო არა, რაც მაშინ იყო. როგორ? მე გეტყვი, ვინც გვართმევს? მივალ ბაქამდე. ნახე, იმ კონტექსტი ვინც გვართმევს, როგორ არ გვართმევს ახლა? დედა ენას რო გააუქმებ, ენის წართმევა არ არის მომავალი თაობებისთვის? არა, მე არ არის, იცი რომ როგორ არ გვართმევს? სარწმუნოებას არ გვართმევენ? არ უნდათ რომ წაგვართვათ? არა, მივიდეთ აქამდე, იმ დროს ხო იგივე ხალხი არ გვართმევდა, ილია ჭავჭავაძე როცა იყო. ანუ ეს სიტყვები როცა ითქვა, ხო არ შეიძლება იმ კონტექსტის გარეშე წარმოვიდგინო, როცა მაშინ იყო, რაც მაშინ იყო. ხო არ შეიძლება. მარადიული სიტყვებია. შეიძლება, მაგრამ იმ კონტექსტის გარეშე, ნებისმიერი მარადიული პირველ რიგში იმ დროს არის, როცა ის ითქვა, არის ძალიან ზუსტად ნათქვამი. ხო მას ეს იმაშვება. შენ რო ხელისუფალი გახდე, ამ ტრიადას წაყვები? დროშად აიფარებ ამ ტრიადას? არ ვიცი ახლა არ ვიცი რა სწია. ეს უნდა იყოს თავარი ამბავი რომ ხალხი გამოყვეს საქართველოში. ნახე. ეს უნდა იყოს ტრიადებით მართლა. აბა ენა მამული და ერთობაო რო თქვეს, მაშინ იყო ესეთი ღმერთი სამშობლო ადამიანს რას ერჩი?
აი მაგალითად ჩვენი დღევანდელი პატრიარქის არაფერს ტრიადას არ რასვეთში. ვერჩი, არაფერს არ ვერჩი, მაშინ რა. მე ხო სწორი არ იქნება იგივეა ფაქტიურად არა, რა. იგივე არ არის. როგორც სარწმუნოება ღმერთია, სამშობლო მამულია და ისა რა ქვია, ადამიანი კიდე ყველაფერია ერთად ხო რა. და ყველაფერი რო ერთად ის არ არის იმ ტრიადაში და მე მაგალითად თქო, თუ რამე ტრიადას ავირჩევდი, ადამიანიც იქნებოდა. ანუ ადამიანიც იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი ღირებულება ადამიანია. მამული რა არის შენთვის? ადამიანი არ არის? არა, მამული ადამიანი არ არის. აბა რა არის შენთვის? მამული ძალიან ყველაფერია, ადამიანიც არის, ბუნებაც არის, საჭმელიც არის, სულიერი მდგომარი, ყველაფერი არის მამული. რა ოკეი, მაგრამ ნუ ვაფასებ, განა ცუდია კაცო. უბრალოდ თქვენ თუ კითხვას მისვამთ, რომ მე მაინც და მაინც ამ სამი ტრიადით არ მაქვს პასუხი ხა ამ წუთას როგორ ამის საწინააღმდეგოს არაფერს არ ვიზამ, რაცაც ეს კონტექსტი გულისხმობდა, მაგრამ ნუ ხა ტრიადებით მართლობა და ლოზუნგებით მართლობა ნაცებს ჰქონდათ ეს რაშა ლოზუნგი და კომუნისტები. ეს არის უბედურება. არა, ეს ლოზუნგი არ არის, ეს იდენტობის ნაწილია, ჩემო კარგო რა. ამით თუ მარადიული ამბავია, საიდანაც მოვდივართ, საიდანაც ვიყავით მე-19 საუკუნეში და თქო ილიამ თქვა და სადაც რაც თქვა ეს გადაგარჩენთო. ილიამ მაგიტო თქვა. ეს არ დაკარგოთო და არა ევიტო. მე ხوارმობა რომ დავკარგოთ მეთქეთ. თქვენ მეუბნებით რომ ამით მართავ ქვეყანასო და არა, ამით მართავ ქვეყანას არ მეთქვია. ამით მართავ ქვეყანას არ მეთქვია, მაგრამ ეს უნდა იყოს საფუძველი იმისი, რითიც მართავ რა. რომ ამ სამ რაღაცას გაუფრთხილდე და გადაცა შენ მომავალთაობას. ეს არის საფუძველი ლოზუნგი, ეს არ არის. ეს თელი იდენტობის ამბავია. ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანის რასერჩი. ანუ ჩვენ ხო ასე ბევრი აფორიზმი შეგვიძლია ვთქვა. არა, რა შუაშია. შოთარუსთაველიდან შეგვიძლია ისეთი რაღაცა გითხრა, რომ თქვა რომ ამით უნდა მართოთ. რა არ შეგიძლია, არ შეგიძლია. არა, სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად. რა შეგითხარი შოთარუსთაველიდან რაღაცა. შოთარუსთაველიდან. ხო, რა რითი შეიძლება მართოთ. აბა გითხრა კონკრეტული სამი რაღაცა რომ ეს არ უნდა დაკარგოთ ქართველებო თუ გინდათ რომ საქართველო და ქართველობა შეინარჩუნოთ. ეს არის აქ მთელი ამომავალი წერტილი რა. მეფეო დავიყარგი ძებნად ჩემგან საძებრისად ეგ რატო არ არის რამეზე მაგარი რომ მე-12 საუკუნეში მეფეს ეუბნება ვიღაც ადამიანი რომ მოყვასი საძებნელად უნდა წავიდე მიუხედავად შენი ბრძანებისა. რატო არ არის ეს რამეზე ანუ რა არის უფრო მაღალი ქართულ ლიტერატურაში? სამყაროში რა არის უფრო მაღალი ამ დროს ნათქვამი? აუ ვერ გაიგე რას გეუბნები. ხო და ამიტომ მე არ მინდა ზოგადად ჩვენ შევიდეთ. კაი, არ შევიდეთ. არ შევიდეთ რაღაც იმაში, რომ მე ხო არ გეწინააღმდეგები კაცო, სისულელია მეთქი ხო არ ვამბობ. მაგარია, მის დროს კიდევ უფრო მაგარი იყო, კიდევ უფრო მაგარი შინაარსი ჰქონდა, მომავალშიც სულ ექნება შინაარსი, მაგრამ ხა ქვეყანას ამ სამეულის მიხედვით მართავ თუ არა, რავი, ქვეყანა როგორც წესი კონსტიტუციის მიხედვით უნდა იმართებოდეს, სადაც ასეთი პრინციპები, ბევრი ასეთი, რა ვიცი, შრომა ცოდნა თავისუფლება კახაბენდუქიძის რა არ უნდა იყოს გათვალისწინებული. ღმერთი სამშობლო ადამიანი ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული. იგივეა თქო, ღმერთი სამშობლო ადამიანი. არა, იგივე არ არის, ადამიანი ხახსენები არ არის. ამიტომ ილია ჭავჭავაძეს ადამიანის მეტი რა უხსენებია ბევრგან. ოღონდ ამ ტრიადაში არ არის, ამ ტრიადაში სხვა რაღაცაა გადასაწყვეტი. თუ არ ვცდები, ეს არის ის კონტექსტი, როდესაც ისტორიული აჭარა დავიბრუნეთ და რაღაცნაირად აი ეს ამ კონტექსტშია ნათქვამი და ბევრი სხვა კონტექსტების დროს ბევრი კარგი რაღაცა გვაქვს ნათქვამი და ყველა უნდა იყოს კონსტიტუციაში. როგორც რელიგიური ნაწილი უნდა იყოს კონსტიტუციაში, საერო ნაწილი უნდა იყოს ასე. მე აბსოლუტურად სხვადასხვაირად გგონია ეგ ამბავი, მე გგონია უნიშნელოვანესი ამბავი, რომ საქართველოს თავის ფუნქციონირება გააგრძელოს. ეს არ არის არც ისა, არც კონსტიტუციური ჩანაწერი, არც კანონი, არც არაფერი, უბრალოდ ეს არის რაღაცა მანტრა, რასაც უნდა ქართველები თავისი ისტორიიდან გამომდინარე უნდა მიყვნენ, იმიტომ რომ აი ხა მოდი რა ამას არაბიზაციაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი რა. და მეცინება ეხა ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხარს უჭერ შენ თუ არ უჭერ ხარს? რას კაცო? ნუ რასაც არაბიზაციას ეძახიანია. არა, რა ხარს უჭერ ხო არ გაგიჟდი. რა შუაშია არაბიზაცია? აი ხა კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. ქრისტიანობაში საერთოდ ნაციონალობა არ არსებობს ქრისტეში. ქრისტეს არასდროს არ უხსენებია არც ებრაელი, არც რომაელი, არც არ არის. საქართველო და ქართველი მაგრამ არაბი ქრისტიანები ჩამოყავსო ნამეტანი იქნება რო თქვა ხოცები. რატო არაბი ქრისტიანი იყო აბუთფილელი რა ჩამოვიდა და არაბი და შეეწირა აბუთფილელები არ ჩამოყავს. რა შუაშია შეიძლება ის აბოზე უკეთესი გახდეს კაცო შენ რა იცი არა მე სხვა რაღაცა არგუმენტს ვაძლიერებ ერთი წამით მომისფიდე რა
საერთოდ 40,000 ოჯახი ყივჩაღი ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა. მაგათ ხوار ბაძავენ პროცესი. ეს აიმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა ქართველობას წაგვართმევდეს. ქართველობა, მაგითო ვიძახი, საქართველო და ქართველობა არის სულიერი მდგომარეობა. გესმის? აი აქ შიგნით ქრისტეს დაცვა, ქრისტეს სიყვარული და ქრისტეს გზის გაგრძელება. შინაგანად ეს არის საქართველო. ეხ მატერიალური მდგომარეობა ამერიკაც, კაპიტალიზმით, ევროპაც სულიერი მდგომარეობა წაღებული აქვს იმათ რა. საქართველო და ქართველობა ზუსტად ეგ არის რომ სულიერი მდგომარეობაა და ამაში აფათურებენ ხელებს გესმის? ეხა ეს ძალიან კარგად მტკიცდება კიდევაც აი როგორ გითხრა რა. აი კინემატოგრაფიაში რა. აი მაგალითად ავიღოთ არ დაიდარდო. სულიერი მდგომარეობაა ეს კინო. შერეკილები სულიერი მდგომარეობაა ეს კიდო. რა გითხრა კიდე, რა ვიცი. ცისფერი მთები. ცისფერი მთებიც, ხო? ეგ არის, ხო? და ისა რა ქვია? და ჯარისკაცის მამა და რა ვიცი, თითქმის ყველა კინო არის სულიერი მდგომარეობა. განსხვავებით ეხა იმისგან ლიცოშა შრამამ, ალ პაჩინო და სუფთა მატერიალური მდგომარეობაა. ფული შოვნა, ერთმანეთის მოკლა, ანუ შინაგანად აბსოლუტურად სხვა სიმდიდრე აქვს საქართველოს და ქართველებს რა. არ ვიცი როგორ უნდა არაბებთან აკავშირში იყო ეგა? არაბებთან იმ კავშირში იყო რომ ნაციონალობა რა შუაში არის ნაციონალობა დაყოფილი არაბიზაცია და ნაციონალობა რა შუაშია თუ კაცი გულში ღმერთს ატარებს მაგიტო ახსენე მაგიტო ატარებენ არაბები რო ჩამოვლენ? რა? ქრისტეს ატარებენ გულით არაბები რო ჩამოვლენ? შეიძლება ზოგადად ატაროს კიდევ შენ რა იცი ვინას ატარებს არა მე არა ერთი წამით მე ამ გონია რომ არაბები უნდა არაბები ერთი წამით არაბები რა შუაშია ეს სხვა არგუმენტია შენ თუ გიდა როდესაც საქართველოში დაიკარგება ქართველობა მაშინ გაქრება სულში ღმერთი რა ქრისტესთან ურთიერთობა და ქრისტეს ესე ვთქვათ მაშინ გაქრება სულიერება საქართველოში როდესაც და არ გაქრა ეს არც ყივჩაღების ჩამოსახლების შემთხვევაში მილიონი ისეთი მიდი მოდიოდე ჩვენ ქვეყანაში მაგრამ არ გადავჯიშებულ ვართ ხო აი 400 წელიწადი არაბები იყვნენ მაგრამ გულში ქრისტეს ვატარებდით და მაგიტომაც და არა იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა წაგვართა. ეს არის ჩემი აზრი რა. რა შუაში ეხავს 6 მილიარდ ნახევარი ინვესტიცია მოდის. აი მთელი ცხოვრება შიშის ქვეშ ვიყოთ რომ ვიღაცა არაბიზაცია არ გავიკეთოს, ვიღაცა მონღოლიზაცია არ გავიკეთოს, ვიღაცა რუსეთიზაცია არ გავიკეთოს და აი ეს ჩვენ ნაჭუჭი მოვიხარშოთ და ამოვდუღდეთ და გავქრეთ. მე რაღაცაში რაშიც დაგეთანხმებით იმასაც გეტყვით და რაღაც ერთი კონტრარგუმენტიც მაქვს. პირველი დაგეთანხმებით იმაში, რომ ქრისტიანობას არ გააჩნია ეთნიკურობა და არც ინვესტიციებს. რაც უნდა გაგიკვირდეთ. ინვესტიციების განხილვაც ეთნიკური ნიშნით ასევე აბსურდია შინაარსობრივად. მაგრამ ერთი პრობლემა აქვს თელ ამ ყველაფერს. რატომ აკეთებს ამას მთავრობა? აი მაგალითად რისი თქმა მინდა ნახეთ გეტყვით. მთავრობას ეს ნაკვეთები რომ ხალხისთვის მიეცა. და არაბებს ფული ხალხისთვის გადაეხადათ, ხალხს მიეყიდა არაბებისთვის. ხო უფრო მეტად ბუნებრივი იქნებოდა ნაცვლად იმისა, რომ არაბს მიცა მთავრობამ იმის უფლება, რის უფლებაც ხალხზე არ მიუცია, თავის ხალხზე. ხო და მე ეს ლოგიკური პრობლემა მგონია და ამიტომაც არის ეს ხალხი, მათ შორის ახლა ჯერ პრეტენზიას ვერ აყალიბებენ ზუსტად და ვიღაცა რას არ მიუცია ორას? აი ნახეთ ის ტერიტორიები, სადაც არაბებს მთავრობა მიწის ნაკვეთებს და რაღაცებს აძლევს, მთავრობას უნდა გადაეცა ხალხისთვის და ხალხს უნდა მიეყიდა თუ უნდა და არაბისთვის, თუ უნდა და თურქისთვის, თუ უნდა და ევროპელისთვის, თუ უნდა და მნიშვნელობა არ აქვს ვისთვის. მაგრამ როდესაც ხალხის მისაცემს მთავრობა აძლევს, ეს ხალხი არის უკმაყოფილო. იმიტომ რომ მისი თანხმობის გარეშე, ანუ როგორ უნდა გასცეს თანხმობა ხალხმა არაბების შემოსვლაზე. როცა მას მიყიდის ქონებას როცა მე შენ მოკიდეს პირობითად ან შენ მე მომყიდე ქონება, შენ ქართველი ხარ, მე არაბი ამ პირიქით, შენს მიერ მოცემული ქონება და აღებული ფული ჩემთვის იმის ნიშანია, რომ შენ ქართველმა კაცმა მე მომეცი უფლება შემოვიდე შენს ქვეყანაში. იმიტომ რომ მე ფული გადაგიხადე შენს უძრავ ქონებაში. ჩვენ რო ეს პროცედურა გავლილი გქონოდა და არაბები უბრალოდ 6 მილიარდიანი ინვესტიციით შემოსულიყვნენ ქართველებისგან ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს სადღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე რათა რაღაც ააშენონ. რომელი ქართველი იქნებოდა ამის წინააღმდეგი? ქართველები იმიტომ არიან ამის წინააღმდეგი, რომ მათი გვერდისავლით მოხდა ეს. ერთი წამით მომისმინე. და
თვითონ არ ქონიათ იმის უფლება, რომ იმ ადგილას რამე აეშენებიათ, სადაც ახლა არაბები აშენებენ. აბა, ერთი წავით. თორე ინვესტიციას, რასაკვირველია 6 მილიარდიან ინვესტიციას, გონიოში რომ ვინმე 3 მილიარდ ჩაასხამდეს, ნუ რავი, მაგარია, ბაზარი არ არის, ცუდი რატომ უნდა იყოს? ვიფ ქართველებმა არ მისცეს მანდატი ამ ხელისუფლებას. არა, ხელისუფლებას არა, მიწის დაკვეთები გაკიდოს არაბებზე. ერთი წამით მომისმინე როგორ უნდა აი MR ჯგუფთან ეხა კონკრეტულად ხალხმა როგორ უნდა დაილაპარაკოს თუ გადამიე. მაგიტო ირჩევს მაგიტო როგორ მაგიტო ირჩევს ხალხი ხელისუფლებას რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისგებლობა იმაზე რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. იმიტომ რომ ხალხი ენდობა ამ ხელისუფლებას და იმ კონკრეტული 5 წლით ეუნება რომ მე შენ გენდობი და გააკეთე აბა მანახე შენი გაკეთებული საქმე. ეს როგორ შეიძლება რომ ეხა ქართველებისთვის ეკითხათ რას ნიშნავს ქართველებს კითხეს არჩევნებზე და იმის მერე აკეთებენ რომ ეგრეა აბა როგორ უნდა ეკითხათ ქართველებზე კონკრეტული კაცი ენახათ და ეთქვათ რომ წადი MR ჯგუფს დაელაპარაკეო როგორ უნდა ეკითხათ ქართველებზე თუ კაი ინვესტიცია არის და MR ჯგუფი დებს ფულს ვის უნდა ვკითხო რომ ეხა ის გავაკეთო ხალხმა ამირჩია რომ ხალხის სახელით ვიმოძრაო აი ნახე 90-იან წლებში ვაუჩერით რომ ქონებები დაარიგეს ხო გახსოვს ხო აი წარმოიდგინე რომ ეს რო ხა 90-იან წლებში იდეალურად არაფერი არ გაკეთებულა ყველაფერს სახელი გაუტყდა და მათ შორის ამასაც მაგრამ შინაარსი ამაში რა იდო რომ სახელმწიფო უპატრონო ქონდა რომელიც კომუნისტებმა თავის დროზე ჩვენს წინაპრებს წაართვეს მოდი ხალხზე დავაბრუნოთ როგორ დავაბრუნოთ ვაუჩერიზაციის გზით რას ნიშნავდა იდეაში ვაუჩერიზაცია იმას ნიშნავდა რომ ხალხს გადასცე რაღაც თანაბრად და უსასყიდლოდ მე ეს ხალხი როდესაც შენ ამას გადასცემ როგორ ტრანზაქციაში შევა, ვის მიყიდის ამ მიწის ნაკვეთს, და უკვე მისი საქმეა. შენ რო ეს ასე გაგეკეთებინა, რომ ამდენ წლის განმავლობაში 13 წელი იყო ხელისუფლებაში, დაგერიგებინა ხალხისთვის ქონებები. და მე გეთქვა რომ ხალხო, ნახეთ მე ხო დაგერიგეთ ქონებები. ახლა აგერ ვიპოვე ინვესტორი, რომელსაც უნდა 6 მილიარდის ჩადება. აგერ ხალხო დაელაპარაკეთ, ასეთი ხალხი, ბევრი ფული აქვს. კაი რაღაც აშენება უნდათ. აბა ვისაც ფული გჭირდება, დაუთმეთ თქვენი ნაკვეთები და ააშენებინეთ. და ხალხი შოვიდა ფულს ამ ტრანზაქციის შედეგად. ხოცები კი არ შოვიდნენ ფულს. ხალხი შოვიდა ფულს. ხალხი ახლაც შოვის თუ იმ მართლა ჩაასხა 6 მილიარდი. ოღონდ უკვე შოვის როგორ იცი რომ აი ვიღაცას რო საჭმელი გაუკეთე, ვიღაცას რო ლოგინი დაურეცხე, ვიღაცას რაღაცა გაუკეთე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შოვიდა იმ ფულს, რომელსაც ხოცები ელოდებიან. აი ხოცებისთვის რო არ გადაკეკრა არ შეგელა კბილი არ გადაგიგეს. არა, ვინც გინდა, ვინც მთავრობაშია. ბურები გახსოვს თავის დროზე? ნაცების დროს ბურები რო იყო. ზუსტად იგივე პრობლემა ხონდა ამასაც. ხო, აი, ყოველ შემთხვევაში მე არ მგონია კი არა მეცინება ამაზე რომ რაღაცნაირად არა 6 მილიარდიანი ინვესტიცია მართლა მეკაშენებიდეს ამ ხელა კულტურის და ამ ხელა ეკლესიის და რწმენის და სარწმუნოების გამოვლი ლერს ხო იმის ეშინია რომ არაბიზაცია არ გაუკეთოთ ამის ძალიან მეცინება რა ნუ ახლა რა ხალხსიმით აშინებენ არ გაგვაპიტ არასტონო და არაბიზაციით შეაშინებ რა იქნება ხო არ გაგვაპიტ არასტონო კი ბატონო კარგი რა ვიცი მე ესე იგი ვთქვათ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს დღევანდელი ეთერი იმიტომ რომ სხვა კუთხითაც დაგინახე და რა თქმა უნდა საზოგადოებას შესაბამის მებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისი ესე ვთქვათ აზრი შეექმნება მაგრამ მაინც მინდა გითხრა რომ კომპლიმენტის სახით რომ ყველაზე უფრო მე პირადად ჩემი აზრით ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკოსად ვთვლი დღევანდელ სიტუაციაში შენ და მოგესალმება ესე გააგზელე რა ეს იმას არ ნიშნავს რომ მომავალ არჩევნებს მოიგებ იმიტომ რომ ხალხს მაინც ძალიან დიდი იმედი აქვს რა ამ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულად რომ ამ სიტუაციაში ამ ღელვაში გაგვატარებს და არ ამგონია რომ ბიძინას მერე რავშვებით აი ბიძინას მერე რავშვებით მაგაზე იფიქრე შე რა კი ბატონო კი ბატონო იაგო ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემთან სტუმრად